აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ბაზარი ორბელიანზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. მოიწყო კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები. გაიმართა ბავშვთა ანსამბლ შავნაბადას კონცერტი, სადაც ქართულ-აფხაზური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. ვფიქრობ, რომ ესეთი ღონისძიებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომ ჩვენთვის აფხაზეთი მუდმივი საფიქრალია და ამ კვირეულის ფარგლებში უკვე თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ წარმოვაჩინეთ მაქსიმალურად ის დამოკიდებულება, ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენი სახლის, ჩვენი აფხაზეთის მიმართ გაგვაჩნია. აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების გამოფენას დავესწარი. თბილისის საკრებულო უკვე არაერთი წელია თანამშრომლობს აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან. ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა გრძელდება. მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი მათი პროდუქციის რეალიზებას და მათი პროდუქციის საზოგადოებამდე მიტანას. დიდი მადლობა აფხაზეთის მთავრობას, რომ მოგცა დღეს შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა და წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს დევნილ მეწარმეებს, რომ უფრო პოპულარული გახადონ მათი ბრენდები და ასევე ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გაყიდვაში.